ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი წერს სოციალურ ქსელში. ის აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს: ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. ტარიფები ევროპისა და ამერიკის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას. ხავიერ ლოპესის განცხადებით კაია კალასი დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია. ხედავენ, რომ არასწორი გზით მიაქანებს კაია კალასი და მისი ტიპის პოლიტიკოსები ამ გაერთიანებას, რომელიც იყო ორიენტირებული თანამშრომლობაზე, კეთილდღეობაზე, კანონის უზენაესობაზე, ტრადიციაზე და რასაკვირველია, მის სწრაფება ჩვენიდან ნებისმიერ სხვა ქვეყნის სწორედ აი ამ ნიშნებით იყო განპირობებული. კაია კალასის განცხადებები არის მანიშნებელი იმისა, თუ რამ ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი აი ამ შემხედვარე ამ პროცესებისა, რომელიც სოფლიოში მიმდინარეობს. აი ამ ძალა გამოცდილ ევროპას ეკაჩებიან იმ მიმართულებით, რომელიც მის გრევას გამოიწვევს. დასანანია, რომ სწორედაც აი ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი. რა თქმა უნდა, ევროკავშირის გადასაწყვეტია, მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მას შეცვლიან, არ შეცვლიან, ისეთ ჩათვლიან თუ ასეთ ჩათვლიან, მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა სუბუქად რო თქვათ, რა არაკომპეტენტური და არადიპლომატიური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალას საქართველოსადმი, ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, ბევრად გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს აი ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე.